გამარჯობა, მივესალმები მაყურებელს. რაზე მეტყველებს და რასთან გვაქვს საქმე? გვაქვს საქმე ქართულ ოცნებასთან, რომელმაც აირჩია ევროიზოლაციის გზა, რომელმაც აირჩია ავტორიტარიზმის გაღრმავება და რომელმაც აირჩია ყველანაირ ღირსეულ პოლიტიკურ ქცევაზე უარის თქმა. რასაც ჩვენ ვხედავთ ახლა, ჩვენ დავინახეთ, რომ საკმაოდ ეთკინათ ის განცხადებები, რომელიც გააკეთა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს თავმჯდომარემ და ამაზე რეაგირება ასევე არის საკმაოდ მტკივნეული და კიდევ ერთხელ მორიგჯერზე ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნების ნამდვილ სახეს, როდესაც საკმაოდ ბაქიბუქა განცხადებების უკან რეალურად არაფერი არ დგას და ეს ადამიანები ცდილობენ რომ საკუთარი პოლიტიკური ავტორიტარული გადახრებით გადააბრალონ ნებისმიერს გარდა საკუთარი თავისა. აი ამას ვხედავთ რეალურად ევროიზოლაციის გაღრმავებას და ქართული ოცნების რეალურ სახეს, რომელსაც საერთოდ დაკარგული აქვს მოყვრისა და მტრის გააზრების უნარი სამწუხაროდ. და გიორგი, აი თქვენი დასკვნით დასავლეთისგან ამ შემთხვევაში როგორი გზავნილია? აი რას ფიქრობთ ეს კითხვა გიორგი შაიშმელაშვილსაც დავუსვი, ჩვენ ნახეთ შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან, გზავნილები, შეფასებები და ასე შემდეგ. ასევე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე მივიდა რუსთაველზე, შემდეგ გაავრცელა ვიდეო გზავნილი. აი ამის უკან რა დაინახეთ, აი რა პროცესია? ჩვენ იქამდეც გვისაუბრია, რომ იქამდეც გვისაუბრია, თქვენც არაერთხელ გითქვამთ და სხვა რესპონდენტებსაც და სტუმრებს, რომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევის მოლოდინი მათ შორის ამ პროცესში და იმ ინიციატივების გათვალისწინებით, რომელიც აქვს ქართული ოცნების ხელისუფლებას, ამის მოლოდინი იყო და არის. აი როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ ეს სურათი, რომელიც ჩვენ ვნახეთ კონკრეტულად ამ პირის შემთხვევაში და ასევე რა შეგიძლიათ თქვათ ამ ძალისხმევის შესახებ? საქართველოს პარტნიორები, როგორც კონკრეტული ქვეყნები, ასევე ორგანიზაციები, ამ შემთხვევაში ეუთო, ყველანაირად ცდილობენ, რომ ქართულ ოცნებას აუხსნან, რამდენად შეუთავსებელი არის მათი ავტორიტარული გადახრები ევროპულ მომავალთან, ევროკავშირთან და რამდენად დამაზიანებელი არის თითოეული ეს გადაწყვეტილება საქართველოს გრძელვადიანი ეროვნული ინტერესებისთვის. თუმცა ქართულმა ოცნებამ აირჩია მდგომარეობა, მათ აირჩიეს ერთგვარი დამოკიდებულება რუსეთისადმი, რომელიც მუდმივად იზრდება, ჩვენ ხედავთ რუსეთიდან სრულფასოვან ეკონომიკურ ექსპანსიას და ჩვენ ხედავთ, რომ ქართული ოცნება არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ შეამციროს ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება რუსეთზე. პირიქით. ამას ხედავენ ჩვენი პარტნიორები, ამას უხსნიან ქართულ ოცნებას, თუმცა ნელ-ნელა მე მგონი ყველა ხვდება საბოლოოდ, რომ არც ერთი ქართული ოცნების ჩინოვნიკი, არც ერთი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი არ არის გადაწყვეტილების მიმღები და მთლიანად ქვეყანა იმართება ერთი კონკრეტული ადამიანის მიერ. გიორგი, თქვენ ახსენეთ სიტყვა ახსნა, ეს რაზე მიუთითებს, რომ რესურსი, აი მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად სრული სურათისა, არსებობს, ანუ მოლაპარაკების, თქვათ, ჩვენ ვნახავთ კიდევ ამ ცდილობებს, რომ რაღაც ოცნება შემოbrunდეს, ისევე მათი ლექსიკა რომ გამოვიყენოთ რაღაც დემოკრატიულ გზაზე დადგეს იმის გათვალისწინებით, ეხლა თუნდაც რა ცვლილებებიც არის ინიცირებული, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვისაუბრია, რომ ეს მათ შორის ზეწოლა ოცნებაზე და თქვენც და სხვებსაც უთქვამთ, იდგა ორ საკითხზე, ერთი პროტესტი და წინააღმდეგობა ქვეყნის შიგნით, ხოლო მეორე ზეწოლა იმ ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში დგამდა ქართული ოცნების ხელისუფლება. აი ამაზე მინდა რომ კითხოთ კონკრეტულად, რისი თქმა შეგიძლიათ? ხო, ორი არა, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სამი ძირითადი საყრდენი არის. პირველი არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში ამჟამად არის რბილად ვთქვათ შეჩერებული, მეორე არის პროტესტი, ხალხის წინააღმდეგობა, რომელიც გრძელდება და მესამე არის საერთაშორისო წნეხი. ამ სამი კომპონენტიდან ყველაზე დიდი ჩავარდნა ჩვენ სამწუხაროდ გვაქვს პოლიტიკური პროცესის ნაწილში, რადგან პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შექმნეს ნორმალური ალტერნატივის აღქმა საქართველოს მოსახლეობაში. ასე რომ, ამ თვალსაზრისით პრობლემა უფრო აქ უნდა ვეძიოთ, ვიდრე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორები. მეორეს მხრივ ჩვენ პარტნიორებს ასევე ესმით საითკენ მიაქანებს ქართული ოცნება ჩვენ სახელმწიფოს და ისინი ცდილობენ რომ დაანახონ რამდენად დამაზიანებელი არის ეს გზა საქართველოს გრძელვადიანი ეროვნული ინტერესებისთვის.
რაც შეეხება პოლიტიკური დაალაგების ბჭყალეთში პოტენციალს, ერთადერთი შესაძლებლობა ამისი არის ანტიდემოკრატიულ კანონებზე უარის თქმა და ანტიდასავლურ რიტორიკაზე ასევე უარის თქმა. სხვა შემთხვევაში დასავლეთთან ურთიერთობები უბრალოდ ფიზიკურად ვერ გადაიტვირთება. ქართულ ოცნებას შეიძლება ჰქონდეს რაღაცა მოლოდინები და სურვილები, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ ამბობდნენ, რომ 20 იანვარს ყველაფერი შეიცვლებოდა, ამერიკელებთან ურთიერთობები დაალაგდებოდა და არაფერი არ დაალაგებულა. იგივე მოხდა ამ შემთხვევაში, ისინი ელოდნენ ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტს, მთელი პროპაგანდისტული მანქანა იყო გადართული იმაზე, რომ ეჩვენებინათ ხელის ჩამორთმევა, საერთო პრესკონფერენცია და საბოლოო ჯამში ჩვენ ვნახეთ, რომ კოვზი ნაცარში ჩავარდა. კი ბატონო, კოვზი ნაცარში ჩავარდა და ამის შემდეგ აი რა კიდევ უფრო მეტ ასე ვთქვათ შეეცდება რომ კიდევ უფრო მეტი ხელმოსაჭიდით იმოქმედოს ოცნებამ იმ კონტექსტში რომ დაუპირისპირდეს ვთქვათ შესაბამის სტრუქტურებს ევრობიუროკრატებს როგორც ეძახიან ისინი იმიტომ რომ აი ერთ-ერთი დეპუტატი კირცხალია მაგალითად დღეს ამბობდა რომ რუსთაველზე სეირნობის შედეგებს ეს ეუთოს თავმჯდომარე ხა დარწმუნებული ვარო რომ კალას წარმატებით უპატაკებსო ხო გესმით ანუ ჭრილი არის უცვლელი რა ვთქვათ ყველა ვთქვათ ამგვარი ნაბიჯის გამოყენება რა მიზნითაც ხდება და ამას რა უნდა დაუპირისპირდეს ბატონო გიორგი როგორ ფიქრობთ იმ გზავნილების გათვალისწინებით რომელიც დღეს აქვს ქართული ოცნების ხელისუფლებას კონკრეტულად ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან დაკავშირებით ხო ახლა ქართული ოცნების რიტორიკა და პროპაგანდა უცვლელია მათ აირჩიეს ანტიდასავლური რიტორიკა მათ აირჩიეს ანტიდასავლური გზა და ამაზე იქნება შესაბამისი რეაგირება ევროპული სტრუქტურებისგან იქნება ეს სასანქციო მექანიზმების გააქტიურება თუ სხვა თუ ქართულ ოცნებას გონია რომ მათ შეუძლიათ სრულად ყოველგვარი პასუხისგებლობის და შედეგების გარეშე ასე იმოქმედონ ასე არ არის ევროპას ჭირდება დრო ეს მართალია იმისთვის რომ რეაგირება მოხდეს მაგრამ რეაგირება აუცილებლად იქნება და მე არ მგონია რომ ქართულ ოცნებას მოეწონოს ის რეაგირება რომელიც შეიძლება იყოს აგერ რეჟიმის პროპაგანდისტები ძალიან აქტიურად უწუხებენ სანქციებზე და როგორ აპირებენ ადამიანის უფლებათა სასამართლოში მისვლას და ასე შემდეგ ასე რომ შედეგები ნამდვილად იქნება ყველა ამ განცხადებას დიდი მადლობა გიორგი დაგემშვიდობები გიორგი მელაშვილი საუბრობდა ჩვენს ეთერში ახლა რეკლამაზე გავალთ და ძალიან მალე ისევ დავბრუნდებით